სანდრო ლილუაშვილი არის სუსის ექს-შეფის უახლოესი გარემოცვის წევრი, ახლო ნათესავი ბიძაშვილი და მას ხელბორკილები სულ რამდენიმე საათის წინ დაადეს ოფიციალურად ბრალის დაადგენილება სანდრო ლილუაშვილისთვის. ჯერ გამომძიებლებს არც კი გაუცნიათ და ჩვენ პირველი სატელევიზიო ინტერვიუ ჩავწერეთ ლილუაშვილის ინტერესების დამცველთან, ადვოკატთან, რომელმაც შეიძლება ითქვას, რომ საგამოძიებო უწყება ტყუილში ამხილა, ამბობს, რომ 4 ობიექტზე ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ფული არსაიდან არის ამოღებული სანდრო ლილუაშვილის შემთხვევაში და ის ბრალდება, რომელიც უნდა წაუყენონ ლილუაშვილს უახლოეს საათებში, აბსურდულია და გაუგებარია ადვოკატებისთვის, რას ეფუძნება. ჯერჯერობით ადვოკატი სანდრო ლილუაშვილს არ შეხვედრია და მისი ოფიციალური პოზიცია დაკავების შემდეგ არ მოусმენია, თუმცა იურისტი პირდაპირ ამბობს, რომ ერთადერთი რაც ლილუაშვილის ჩხრეკის შედეგად ამოიღეს არის ოქროები, რომელიც სავარაუდოდ სწორედ იმ კადრებში მოიძებნება, რომელიც თავდაპირველად ღარიბაშვილის, ლილუაშვილის და ფარცხალაძის და მათი ახლო გარემოცვის წევრების სახლების ჩხრეკის შედეგად გადაიღო სუსმა საგამოძიებო უწყებამ. ჯერჯერობით ოჯახისთვისაც უცნობია ამ დროისთვის რომელ იზოლატორში არის მოთავსებული სანდრო ლილუაშვილი. ადვოკატი ამ დროისთვის არ ყოფს დამატებით დეტალებს, თუმცა ამბობს, რომ 2000 წლებიდან მისი დაცვის ქვეშ მყოფი ფლობს ბიზნესს და შესაბამისად ის თანხა, რომელიც მას ჰქონდა მოპოვებული, არის აბსოლუტურად დასაბუთებული, ამიტომ ელოდება ახლა რა წერია ბრალის დადგენილებაში, როდესაც მას საქმის მასალებს გადასცემენ, აანონსებს, რომ საჯარო განცხადებას აუცილებლად გააკეთებს. 4 ობიექტს ნამდვილად გიდასტურებ, რომ ჩატარდა ჩხრეკა, თუმცა ჩხრეკის შედეგად ამოღებული არ არის რაიმე სახის კანონსაწინააღმდეგო ნივთიერებები და მით უმეტეს უფრო მეტი ჩხრეკის შედეგად ამოღებული არ არის თანხა, რაც ალბათ მნიშვნელოვანია ამ კონკრეტულ შემთხვევაში. ამდენად დაკავების სამართლებრივი საფუძველი ამ შემთხვევაში ცოტა არ იყოს გასაკვირია, არ არის ბატონო, იცით რა მინდა რომ კიდევ ერთხელ ვიძახი, რაიმე სახის კანონსაწინააღმდეგო ნივთიერება ამოღებული არ არის. რაც შეეხება ოქრო არის ყველა ადამიანის საცხოვრებელ ბინაში. მას ბიზნესი არის 2000 წლიდან მოყოლებული აქვს, ამიტომ ეს არ არის ახალი გარემოება, რომ ანდრია ბიზნესია და ბიზნეს საქმიანობას ეწევა. ჩვენ არ გვიყვარს ჭორაობა, ჩვენ გვიყვარს მტკიცებული. ეჭვებზე მოდი დღეს ნუ ვისაუბრებთ, მოდი ჩვენ საქმის მასალების გაცნობის შესაძლებლობა რო გვექნება, რა თქმა უნდა, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, თქვენთან საზოგადოებასაც გარკვეული სახის ინფორმაციას მივაწვდით. ანდრია ლილუაშვილი არის 9 კომპანიის მეწილე ჩამონათვალში, რომელიც იძებნება საჯარო რეესტრში, არის მათ შორის ნავთობის ბიზნესი, ამ მიმართულებით კომპანიები, ასევე სამშენებლო კომპანიები და ავტოგაზის ბიზნესი და ასევე 2 შპს-ის დირექტორია ანდრია ლილუაშვილი. ოფიციალური მონაცემებით ეს არის ცნობილი მის შესახებ და ასევე ცნობილია ის, რომ ის გრიგოლ ლილუაშვილის შეიძლება ითქვას მარჯვენა ხელი იყო და ძალიან ახლო გარემოცვის წევრი, ამიტომ მის სახლებში ჩატარებული ჩხრეკა, მისი დაპატიმრება ბუნებრივია, რომ არის ძალიან საინტერესო და აჩეს დამატებით კითხვებს, რა მტკიცებულებებს ეძებს გამოძიება სანდრო ლილუაშვილის დაკავების შემდეგ და მისთვის ბრალის ოფიციალურად წარდგენის შემდეგ, სწორედ სუსის ექს-შეფისთვის. ჩვენ დღეს დავუკავშირდით სანდრო ლილუაშვილის ერთ-ერთ ბიზნეს პარტნიორს, დავუსვით კითხვები, ლილუაშვილის ბიზნესი გახდა თუ არა გამოძიების ინტერესების საგანი და გამოძიებამ დაუსვა თუ არა სწორედ მის ბიზნეს პარტნიორებს კითხვები, ის ამბობს, რომ ჯერჯერობით გამომძიებლები მას არ დაკავშირებიან. ბატონ გიორგი სოლომნიშვილს ვესაუბრები. ბატონო გიორგი, მე ჟურნალისტი ვარ, თქვენი ბიზნეს პარტნიორი დააკავეს დღეს უმძიმესი ბრალდებით და რა ინფორმაცია გაქვთ ლილუაშვილზე? ხომ არ იცით მის ბიზნეს საქმიანობასთან დაკავშირებითაც გაჩნდა კითხვები, ან თქვენ ხომ არ გამოუკითხი ხართ? არაფერი საქმეში არ ვარ, არ გამოვკითხე ვარ. თქვენ ამ საგურამო გარდენსში ხართ მხოლოდ? არის საჯარო ინფორმაცია, ყველაფრის ნახვა შეუძლია ყველას. სხვა კომპანიებში არ ხართ, უბრალოდ ამას ვაზუსტებ. ანდრია ლილუაშვილი არის ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ დაწყებული გამოძიების ფარგლებში დაკავებული, მას განსაკუთრებით დიდი ოდენობის დაუსაბუთებელი ქონების ლეგალიზებას, ანუ ფულის გათეთრებას ედავებიან და დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში მას 12 წლიანი პატიმრობა ემუქრება.